ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი რამ ხდება და როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს უშვებენ მსვლელობაზე თუ აქციაზე. ამის ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი გვინახავს და ტელევიზიითაც ბევრჯერ უნახავს საზოგადოებას. აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის და რაში არის სიმარტივე, რომ გავიგოთ ტყუილი და სიმართლე. რუსთაველი არის თავარი გამზირი, სადაც უამრავი ადამიანი გადაადგილდება, მათ შორის მსვლელობის დროსაც, მაგრამ არასდროს არ გვინახავს ჩვენ მოქალაქეებთან დაპირისპირება. იქ უამრავი ადამიანი გადის და რატომ ხდებიან მაინც და მაინც ყოველთვის დაპირისპირებაში, ვითომ დაპირისპირებაში აქციის მონაწილეები იმ ადამიანებთან, რომლებიც დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან. ეს მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ სიმართლე არის ესეთი. ისინი სპეციალურად მოგზავნილები არიან იმისთვის, რომ მოვაწყონ პროვოკაცია. მე რაც ვიცი, ისინი იგინებოდნენ აქციის მონაწილეების მიმართულებით, რამაც რა თქმა უნდა გამოიწვია უკმაყოფილება აქციის მონაწილეების მხრიდან და ამის შემდეგ ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ, ანუ ამ ადამიანმა ამოიღო იარაღი და იქვე აღმოჩნდა ლევან ჯობავა, რომელიც მუდმივად უწყვეტ პროტესტშია და ყოველდღე იმყოფება აქციაზე და ეს ადამიანი გამოკეტეს. კი ბატონო, და ეს ადამიანი ყოველთვის ზრუნავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე, რაც უნდა აღინიშნოს და ამ ადამიანმა მოახერხა ის, რომ სიტუაცია განმუხტა და ამ ადამიანს ამ ტიტუშკას წაართვა იარაღი. შემდეგ როგორც ყოველთვის ვითარება ვითარდება ისე, რომ ქართული ოცნება ცდილობს ბრალი გადმოიტანოს აქციის მონაწილეებზე, თითქოს ჩვენ მოვახდინეთ პროვოკაცია და თითქოს ჩვენ დავუპირისპირდით ვინმეს. რეალურად ყოველთვის პროვოცირებას ახდენენ მათ მიერ მოგზავნილი ტიტუშკები და შემდეგ ქართული ოცნება თუ მოახერხებს, ცდილობს რომ აქციის მონაწილეებს დააბრალოს და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ის მედიის ჩართულობა და ადამიანები მობილურებით და ლაივებით რო არა ის კადრები სადაც დათვლად ჩანს, რომ იარაღი ქონდა ქართული ოცნების მოგზავნილ პირს, ქართული ოცნება მას შეატრიალებდა ისე, რომ პირიქით ლევან ჯობავას დაიჭერდა და მას დააბრალებდა. მსგავსი შემთხვევა თოშხუასა და შერვაშიძის საქმეშიც გვაქვს ნანახი, ხო კადრებიც არსებობს ამისი. მათაც მოახერხეს დანით მისული პროვოკატორის განეიტრალება და პოლიციისთვის გადაცემა. თუმცა ახლა ეს ადამიანები არიან დაკავებულები. ეს რა ტენდენციას მიანიშნებს, ანუ თუ არის ეს იმისი ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლოა დაუშვათ გამოიყენონ გარკვეული ზომები აქციის მონაწილეების მიმართ. ზოგადად რეჟიმი ისე იქცევა, რომ შეუძლებელია რამე არგუმენტზე დაფუძნებული აზრი გამოიტანო, ამიტომ მე არ ვიცი, თუმცა მათი განცხადება, რაც გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ აღიარეს, რომ ამ ადამიანს ჰქონდა, მოგზავნილ ადამიანს ჰქონდა იარაღი, თუმცა იქ შემდეგ განცხადებაში დაწერეს, რომ აქციის მონაწილეებმა ის შებოჭეს და ასე შემდეგ, არ ვიცი ამას რა კუც გამოაბავენ, რა რეაგირებას მოახდენენ, თუმცა ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ლევან ჯობავა არის ესე ვთქვათ დაბარებული როგორც მოწმედ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას რამეს ედავებიან ამ ეტაპზე. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ სიგიჟეების ფონზე, რაც ბოლო წლებისა და კვირების განმავლობაში აკეთეს, არაფერს არ გამოვრიცხავდა და ყველაფერს მზად უნდა ვიყოთ. ამ შემთხვევით, რომ შესაძლოა პნევმატური აღმოჩნდეს მერე ის იარაღი და საერთოდ არ იყოს ცეცხლსასროლი, შეიძლება ბატონო, როცა ქართული ოცნების მხარდამჭერს ეხება საქმე, იქ ყველაფერი იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს, არ ვიცი. თუმცა, საკმაოდ ტრაგიკული იყო ის კადრები თვითონ იმ ადამიანის ნახვა, იმ 16 წლის ბავშვის ფაქტობრივად ხო მოზარდის ნახვა ამ კადრებში. თქვენი აზრით შეიძლება თუ არა რომ ამ ადამიანს თავისით ქონოდა რამე мотиваცია რომ მისულიყო და აქციის მონაწილეებს დაპირისპირებოდა თავისი мотиваციით თუ ეს რამე ცუდად გამოყენება შეიძლება ხდებოდა. ჩემი აზრით შეუძლებელია 16 წლის ახალგაზრდას ისეთი ზიზღი კონდეს ადამიანების მიმართ, რომლებსაც არაფერი მისთვის არ დაუშავებიათ, ანუ არც კი კონტაქტიც კი არ ქონიათ მათ ერთმანეთთან მანამდე და ესე მიზანმიმართულად ტელევიზორში უყურა რაღაცას გაბრაზდა, მოვიდა და იარაღი ამოიღო, ეს არის რა ის ზღაპრებშიც კი ალბათ არ დაწერდნენ, იმიტომ რომ ზედმეტად არარეალურია და შეუძლებელია ამის წარმოდგენაც კი. აქ მთავარი არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ შეძლო ის, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილში თავისი პროპაგანდა იმდენად კარგად აწარმოა, რომ ეს ადამიანები გააბოროტა, ასევე მათ უხდის ანაზღაურებას და 16 წლის ახალგაზრდისთვის ალბათ მნიშვნელოვანია ის თანხა, რასაც ქართული ოცნება მას აძლევს და ეს არის მოტივი, რის გამოც ეს ადამიანები ამას აკეთებენ, თორე შეუძლებელია ხა ქართული ოცნების ისა ნაციონალური მოძრაობის რაღაც წარსულს რომ გვაბრალებენ ყველას რო გვეუბნებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, შეუძლებელია იმ 16 წლის ადამიანს რამე ახსოვდეს და ის ჩარჩენილი კონდეს და ამის გამო დაძდევდეს ადამიან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ქუჩაში. ეს არის არარეალური, ერთადერთი რაც არის რეალური არის ის, რომ ჩვენ შემდეგ გამოვიძიეთ ამ ადამიანების ვინაობები და კავშირები და ის დაკავშირებულია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთასთან.
რომელიც რა თქმა უნდა მართულია ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ და ამ ახალგაზრდებს რა დაკვეთაც აქვთ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს ადამიანები ვნახეთ კალაძის ოფისთან მანამდე არაერთხელ პარლამენტთან ასევე ისინი მონაწილეობდნენ ადამიანებს სახლთან დახვედრაზე ისინი ხვდებოდნენ ადამიანებზე და ფიზიკურად ძალადობდნენ ესენი არიან ადამიანები რომლებიც მზად არიან რაღაცა პარტიული დავალების გამო ნებისმიერი რამ შეასრულონ მათ შორის ფიზიკური ძალადობა ქალზე მოხუცზე არ აქვს მათთვის მნიშვნელობა მათთვის მნიშვნელოვანია აიღონ ის ანაზღაურება რასაც იღებენ და ასევე პოზიციები გაიმყარონ მათ უფროსებთან ეს არის რეალობა რასაც ქართული ოცნებაა პერსპექტიულია ეს მომავალი აი სოციალურ ქსელში წერდნენ რომ როდესაც ქართული ოცნების ლიდერებს ყველა საკუთარი შვილი გაგზავნილი ყავს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და ასე უქმნიან მათ მომავალს ამ დროს სულ სხვა ადამიანებს რომელთა ბედიც როგორც ჩანს არ აღელვებთ ასეთი საქმეებისთვის იყენებენ მათ ხო რა თქმა უნდა მათ უყურებენ როგორც დავალების შემსრულებლად და არა პრიორიტეტად როგორც ადამიანს ისინი არიან მათთვის თავიანთი დღის წესრიგის გასამყარებლად გამოყენებული ჭანჭიკები და ეს ადამიანებიც სამწუხაროდ ამას თანხმდებიან მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თვითონაც იაზრებენ იმიტომ რომ მაგალითად ერთი ვიცი რომელსაც ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული და საერთოდ წლების წინ სხვა პიროვნება იყო და არ გავდა იმ ქუჩის რაღაცა რადიკალ ადამიანს თუმცა ზოგს აშინებენ მაგალითად ბევრი არის თავისი ორიენტაციის გამო დაშინებული ბევრი სხვა მიზეზების გამო ეს არ არის მხოლოდ ის რომ მას ქართული ოცნება უნდა და ამიტომ აკეთებს ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს სხვადასხვა რაღაცებით არიან ეს ადამიანები დაშინებულები ზოგი კი მართლა რა ეგეთი ბოდიში და დებილია რომ რაღაცა ჯერა რაღაც გამოგონილი რაღაცების და მაგის გამო აკეთებს მინდა გკითხოთ იმ ინციდენტის დროს როგორი იყო შემართება ამ განწყობა აქციის მონაწილეების ახლა ყველა დარწმუნებულია იმაში რომ ასეთი რამეები ხდება იმიტომ რომ აქციის მონაწილეები დააშინონ ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ლევან ჯობავა სხვა შემთხვევაში აქციის სხვა მონაწილეები მუშაობს თუ არა დამაშინებლად ასეთი ინციდენტები ამ ადამიანებს რომლებიც ჩართული არიან უკვე უწყვეტად ამ საპროტესტო ტალღაში. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ვერ გაიგო ერთადერთი რამ. როცა ის უპირისპირდება აქციის მონაწილეებს, მეორე დღეს უფრო მეტი ადამიანი გამოდის ამ ადამიანების დასაცავად. ეს არის ჩვენი ინსტინქტი, როგორც ქართველების, ეროვნულად ქართველების, იმიტომ რომ ჩვენ სისხლში გვაქვს ერთმანეთის დაცვა, ერთმანეთის თანადგომა, სოლიდარობა. აი, რო ავიღოთ მეგიდია სამიძის მაგალითი, რა რეაქცია მოყვა მას საზოგადოებიდან, რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ან რო გავიხსენოთ როცა ფიზიკურად იძალადეს ქალებზე, ადამიანებზე, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ ადამიანზე, მეორე დღეს გამოვიდა 10-ჯერ უფრო მეტი ადამიანი. და განა იმიტომ რომ რაღაცა მოუნდათ იმ კონკრეტულად იმ დღეს, არამედ იმიტომ რომ მათ დაინახეს ჩაგვრა, როგორ ექცევა სისტემა ადამიანს და როგორ ცდილობს ძალის დემონსტრირებას და მეორე მხარეს ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ არის ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ მათ ეშინიათ და ამის ნათელი მაგალითია ის რომ მეორე დღეს ვერც კი გამოვიდნენ გარეთ და ჩაკეტილები იყვნენ იმ შენობაში და ბოლოს რო არ ენახათ ადამიანების რეაქცია იქ რაღაცები ააფარეს შუშას რომ ეგ რეაქციაც არ ენახათ. ამიტომ ყველა ჯერზე როცა ისინი რაღაცა არა ამ ქვეყნიურ ძალადობას აკეთებენ და რაღაც საშინელებებს ჩადიან, ადამიანებს კი არ ეშინიათ, ადამიანებს უჩნდებათ ვალდებულების განცდა რომ გამოვიდნენ და პირიქით დაუდგნენ იმ ადამიანებს გვერდით, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ყავს რეჟიმის წყობები, მათ ადგილას შეიძლება მე ყოფილიყავი, ან თუნდაც ლევან ჯობავა, ნებისმიერი სხვა, იმიტომ რომ ისინი ზუსტად იმას აკეთებდნენ და ზუსტად იმის გამო დაიჭირეს, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ერთადერთ რამეს. გამოვდივართ ქუჩაში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ იყოს რუსეთი. ამ ქვეყანამ აირჩია საუკუნეების მანძილზე, წლების მანძილზე ევროპული გზა და ამ გზას მიყვება და არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ამ გზას გადაუხვიოს და აქვე მოვიკითხავ რეჟიმის წყობებს, მე მათ ვუსურვებ ხნეობას, მე ვიცი რომ ისინი ძალიან ყარადგანან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულმა ოცნებამ ქუჩაში დაშინებით კი არა, ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო 60 ადამიანის რეჟიმის ტყვის გატეხვა. ერთ ადამიანსაც კი ვერ ათქმევინა ტყუილი და ერთ ადამიანსაც კი ვერ დაუკარგა ღირსება, იმიტომ რომ ეს ადამიანები 9 თვეზე მეტია უკვე ციხეში არიან და ყველა ადამიანი არის ღირსეული, ყველა ადამიანი ამბობს სიმართლეს და ვერც ერთ მათგანს ვერანაირი გარიგები და მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა და მათ ოჯახთან კომუნიკაციისა და ასე შემდეგ ვერ შეძლეს რომ მათთვის მთავარი თავისუფლება წაერთვათ. ამიტომ ამ ადამიანებს რო უყურებ შეუძლებელია ეხა იქ მოგზაურმა ვიღაცამ შეგაშინოს და გადაჭეროს. მორი გიტყვე გახდა თქვენი კოალიციის ლიდერი ხო? ფაქტობრივად ბოლო თავისუფალი ლიდერი იყო ელენე ხოშტარია და გუშინ ისიც დააკავეს.
ალბათ ახლა უკვე მოასწარით ამისი გააზრება, ერთი დღე გავიდა, როგორი ახლა თქვენი გეგმები, უფრო რაციონალური გახდა ალბათ ემოციების შემდეგ თქვენი მოქმედებები, მოკლედ როგორ აგრძელებთ საქმიანობას? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი დამნაშავე არა ელენე ხოშტარია, არამედ არის რუსული რეჟიმი. ელენე ხოშტარიას საქმეს რაც შეეხება, ეს არის რო ავიღოთ კარგ ქვეყანაში, შეიძლება იყოს ეს ადმინისტრაციული დანაშაული, ჯარიმა და ასე შემდეგ და არა სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ამ პირობებშიც კი, რომც ვთქვათ, რომ ეს იყოს სისხლის დანაშაული, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რას უშვებოდნენ ჩვენს ოფისებს თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერები. რამოდენიმეჯერ ჩვენი ოფისი არის დარბეული, მათ შორის არა მხოლოდ ჩვენი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური პარტიების კი ბატონო და ელენეს დაკავების შემდეგ ბრიფინგი რო ჩავატარეთ, კაცს უკან ჩანდა შეღებილი კედელი, რომელიც არაერთხელ გადაღებეს მათმა მხარდამჭერებმა და აქაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და ის რომ არაფერ შუაში არ არის კანონი. ამის სხვათა შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამ დრომდე არის იქ წარწერა გაკეთებული, რასაც რეაგირება არ მოხოლია. ნუ შეურაცხყოფელი წარწერა სამოქალაქო საზოგადოების. რა თქმა უნდა და ამიტომ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არაფერი კავშირი არ აქვს ამას კანონთან. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური დავალება, მათ ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ ძალის გამოსხივებას, თითქოს რაღაცა დაჭერით და ასე შემდეგ შეგვაშინებათ, თუმცა ელენე ხოშტარია იმდენჯერ არის უკვე დაკავებული, რომ არ მგონია კი რომ ზუსტად ვიცი, რომ მასზე ეს არანაირ სისუსტეს არ წარმოაჩენს, პირიქით ის უფრო მყარად და ესე ვთქვათ მებრძოლად იქნება თუნდაც ციხიდან თუ გამოვა თუ რას იზამენ არ ვიცი, იმიტომ რომ შეუძლებელია ივარაუდო რას იზამს რუსული რეჟიმი. ჩვენ რაც შეეხება, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს, ჩვენ მანამდე ჩვენი სამი ლიდერი დააკავეს, თუმცა ამას ჩვენთვის საქმეში ხელი არ შეუშლია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კოალიცია და გუნდი, რომელიც არა მხოლოდ წინა საარჩევნოდ შევიკარით, არამედ ჩვენ წლების განმავლობაში სხვადასხვა პარტიებით ზოგი საერთოდ აქტივიზმით ერთად ვიბრძოდით, ერთმანეთს ვიცნობ და ვიცით როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ამიტომ ეს არის არა წინა საარჩევნოდ შექმნილი კოალიცია, რომელიც ფორმალურად შეიქმნა, არამედ ეს არის მებრძოლთა გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში უპირისპირდება რუსულ რეჟიმს. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, იმას, რასაც ვაკეთებდით, ჩვენ გვექნება მორიგი მასშტაბური აქცია 27-ში, წინა აქცია, როგორც იცით, იყო ხალხმრავალი და ჩვენ ასევე გვინდა 27-იც ესეთი იყოს და ვაგრძელებთ იმ გზას. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქუჩის გაძლიერება, ჩვენი მთავარი მიზანი არის რეგიონში პროტესტის გაძლიერება, იმიტომ რომ ეს პროტესტი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ხდება. აი ამ პროცესში უნდა გკითხოთ, ხომ არ გადაწონი და მაგალითად ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ ყველა მეთოდით რეჟიმს უნდა ებრძოლოს და ის აბსურდულად მიიჩნევს ამ ბრალს, გარდა იმისა ამბობს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ხომ არ გადაწონი და მაგალითად ის რომ ის მაინც ყოფილიყო თქვენი კოალიციიდან ერთი ლიდერი გარეთ, მაგალითად უფრო თავშეკავებულად რო ემოქმედა, თქვენი პოზიცია რა არის ამასთან მაგალითად არ გაეკეთებინა ის წარწერა და ქონოდა გარანტია რომ იქნებოდა თავისუფალი. ზოგადად ეგრე რაღაცებზე თვალი რო დაგვეხუჭა და ჩვენი კოალიცია და ჩვენი ლიდერები ეგეთი რო ყოფილიყვნენ, დღეს ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელიას და ნიკა გორამიაც იქნებოდნენ გარეთ, იმიტომ რომ არ ვიცი მივიდოდნენ იმ კომისიაზე, გახარიაზე მსგავსად და თავს არიდებდნენ ამ ციხეს და ელენე ხოშტარიაც მაგალითად არ იზამდა ამას და დღეს იქნებოდა გარეთ. თუმცა ჩვენი მთავარი პრინციპი დგას იმაზე, რომ არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან და პირიქით ხელს ვუშლით ყველა არაკონსტიტუციურ ნაბიჯში. მეგიდია სამიძის დაკავება იყო არაკონსტიტუციური, მასზე სისხლის სამართლის აღძვრა იყო არაკანონიერი, ამიტომ ელენე ხოშტარია მან როგორც მოქალაქემ და პოლიტიკოსმა თავისი აქტით მათ უთხრა, რომ ყოველთვის დაუპირისპირდება არაკანონიერ საქციელს და ყოველთვის ის გააკეთებს იმას, რითაც რეჟიმი ცდილობს სხვა ადამიანების შეაშინოს. ეს იყო ჩემთვის, ეს არის პოლიტიკური აქტი, რაც მგონია რომ სწორი იყო, იმიტომ რომ მას როგორც პოლიტიკოს, როგორც პრინციპულ პოლიტიკოს, რომელსაც ეს არაერთხელ დაუმტკიცებია, მან კიდევ ერთხელ ანახა მთელ საზოგადოებას, რომ შეშინებული არის მხოლოდ ქართული ოცნება და ჩვენ რა კანონითაც არ უნდა აღზრან საქმე და როგორი არაკონსტიტუციური ნაბიჯებიც არ უნდა გადადგან, ჩვენ ყველა უკანონო კანონს ბრჭყალებში დავარღვევთ და მათ გავცემთ ჩვენი ქმედებით პასუხს ამ ყველაფერზე.